დავით გუნაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და კახაბერ ჩიქოვანი, ვიცე-პოლკოვნიკი, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე. სწორად. კი ბატონო, დიდი მადლობა ორივეს მობრძანებისთვის და რასაკვირველია თქვენთანაც უნდა ვილაპარაკოთ შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის 29 დეკემბერზე, ინაუგურაციაზე, მაგრამ დავიწყებ იმით, რომ თქვენ გუშინ გქონდათ შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და რას ეხებოდა თქვენი ეს შეხვედრა? რა იყო მთავარი განსახილველი თემა და იყო თუ არა საუბარი მათ შორის აი 29 დეკემბრის მოსალოდნელ ინაუგურაციაზე? მივესალმებ თქვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავაზუსტებ, ჩვენ შევხვდით ესე იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და იქ ასევე სანამ მაგაზე ვისაუბრებ, ორი სიტყვით ვიტყვი, ჩვენ წარმოვადგენთ ჯგუფ ფარს, ეხლა რომელშიც ერთიანდებიან ასე ვთქვათ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, ასევე თავდაცვის უსაფრთხოების სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ ფოკუსირდებით თავდაცვის უსაფრთხოების სისტემურ გრძელვადიან განვითარების პროექტებზე ჩვეულებრივ მშვიდობიან დროს და ეხლა, როდესაც ჩვენ გვაქვს ეს რაღაც უზურპატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის და წინააღმდეგობის პროცესი, ჩვენ ვეხმარებით სახელმწიფოს და განსაკუთრებით ჩვენი ამოცანა არის, რომ ხელი შეუწყოთ ასე ვთქვათ, ერთადერთ ინსტიტუციას, რომელსაც აქვს სახალხო და საერთაშორისო ლეგიტიმაცია, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხელი შეუწყოთ, რომ ის იყოს კმედითი ეფექტური აი ამ კულმინაციის პროცესში და ზუსტად მაგაზე გქონდა. აი როგორ უნდა შეუწყოთ მაგათაც, როგორ წარმოგიდგენიათ რა შეთავაზებით მიხვედით? დიახ, ჩვენი ჯგუფის ფარგლებში დამუშავდა გარკვეული ინიციატივა, რომელიც ამ წინააღმდეგობის ფრონტის, ასე ვთქვათ, ამოქმედებას გულისხმობს. ჩვენ არ უშინდებით ამ სიტყვას წინააღმდეგობას, ვინაიდან რეალურად ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე, ანუ ჩვენ გვაქვს უზურპატორი რეჟიმი, ხო, ფაქტიურად, რომელიც წინააღმდეგება და აგრესიული მეთოდებით ცდილობს, ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების საკუთარი რეჟიმული ფაშისტური სტილის რეჟიმის მარტოხებში მოქცევას. აქედან გამომდინარე, ხა არის საზოგადოებაში კიდევ სხვა ინიციატივები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინიციატივა, რომელიც ასე ვთქვათ, ეფუძნება ჩვენს კონკრეტულ სპეციფიკურ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საჭირო არის იმისათვის, რომ ანუ პროცესი წარიმართოს ქმედითად და ის კონსოლიდაციის პროცესი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებამ განიცადა, ჩვენ ვნახეთ საზოგადოებრივი ჯგუფების ასე ვთქვათ, გამოკვეთა, წარმოჩენა, თვითიდენტიფიცირება, თვითორგანიზება და ასევე ქუჩის ასე ვთქვათ, მასიური პროტესტი, განგრძობადი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა. ამას ახლა კულმინაციურ ეტაპზე, ვინაიდან ჩვენ გვაქვს 29-ის თარიღი მოდის, სადაც ასე ვთქვათ, ფორმალური ვადა ეწურება პრეზიდენტს, მაგრამ ლეგიტიმაცია გრძელდება, კიდევ ერთხელ ხო, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც სახალხო და საერთაშორისო ლეგიტიმაცია გააჩნია და აქ უკვე არის სერიოზული მოქმედებები საჭირო იმისთვის, რომ აი ეს კონსოლიდაციის პროცესი რაღაცნაირად დაცენტრირდეს და რაღაცა ფორმა და შინაარსი შეიძინოს, რომ პრეზიდენტისგან გადმოვიყვანოთ, რაღაცნაირად განვტვირთოთ პრეზიდენტი ამ რაღაცა დაწოლისგან და ზეწოლისგან, რომ არ იყოს ის ერთადერთი ცენტრი დარტყმის, ასე ვთქვათ, და ცოტა საზოგადოებაზე გადმოვიტანოთ უკვე, საზოგადოება მიიღო დარტყმები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იყო დეცენტრალიზებული, თვითორგანიზებული თემა და ფორმატი, მაგრამ ეხლა არის საჭირო ახალი ლეგიტიმაციის მქონე, სახალხო ლეგიტიმაციის მქონე, ეფექტური, ასე ვთქვათ, სიმძიმის, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, საჭირო, რომელიც პრეზიდენტთან ერთად შექმნის აი ამ წინააღმდეგობის, ეფექტურ წინააღმდეგობის ფრონტს. კი ბატონო, გასაგებია, ხო ჩვენ შეხვედრაზე, როცა გამოვიდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ თქვეს, რომ პრეზიდენტი აპირებს რაღაც ორი საბჭოს შექმნას, ერთში გაერთიანებიან უშუალოდ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური აქტორები, მეორე კი იქნება საზოგადოებრივი. ბატონო კახა, მე აუცილებლად მინდა რომ გკითხოთ თქვენ საერთოდ აი პრეზიდენტის ინსტიტუტზე და იმ ყველაფერზე, რაც დაგეგმა 29-ში ქართულმა ოცნებამ. რა პასუხია ჯერ ერთი ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და მინდა რომ ზოგადად აი ამ პროცესზე, ამ ცერემონიაზეც გადავიდეთ, მაგრამ ვიდრე დავიწყებთ ამაზე საუბარს, მე მინდა რომ ნახოთ ახლა ძალიან მცირე ფრაგმენტი, ეს არის პატარა ფრაგმენტი მათე კირვალიძის ვლოგიდან, რომელიც კვირას გავიდა დროებაში და ეხებოდა სწორედ აი იმ თემას, რაც ხდება ხოლმე, ხო? ძირითადად ჩვენ რაც გვინახავს ინაუგურაციები, იქ არიან სამხედროები, ეს არის პროცედურის, ამ ცერემონიის ნაწილი და მათ ეს ჰქონდა ძალიან ზუსტი გზავნილები იმ სამხედროების მიმართ, ვისაც ამ პროცედურის მიხედვით ცერემონიაში მონაწილეობის მიღება და ახალი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის წინაშე ფიცის დადება უწევდა. ვნახოთ ეს ფრაგმენტი და შემდეგ დავბრუნდებით სტუდიაში.
მინდა მოგმართოთ თქვენ ბატონო გენერალ მაიორო თავდაცვის ძალების მეთაურო გიორგი მათითაშვილო. თქვენ თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლო ბრიგადის გენერალო როლანდ ძნელაძე. თქვენ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლო ბრიგადის გენერალო კობა გრიგოლია. თქვენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსო ბრიგადის გენერალო რომან ჯოხაძე. თქვენ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურო პოლკოვნიკო თეიმურას ყლატეიშვილო. თქვენ თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლო პოლკოვნიკო სერგო ნინოა. იმ ვითომ ინაუგურაციაზე როგორ უნდა მიხვიდეთ, რომელიც ხარებას ზონდერებით გარშემოთმულ სივრცეში ჩატარდება. როგორ უნდა მიესალმოთ და პატაკით ჩააბაროთ ანწუხელიძის და სხვა გმირების მკვლელი წამებელი რუსეთის ნაქებ და მოწონებულ ვითომ მთავარსარდალს. და სახელმწიფოს სამშობლო მამაცობა თავდადება ფიცი ღვთისა და ერის წინაშე, რომ ღირსება ან გაქვს, ან არა. ხო, აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი არ არის ხომ მხოლოდ პირველი პირი კონსტიტუციით, რომელიც საგარეო ურთიერთობებში და საკითხებს აგვარებს, ის მთავარსარდალია პირველ რიგში. არის პრეზიდენტი და აქ აღსანიშნავია ის, რომ შეერაღებული ძალები, საქართველოს შეერაღებული ძალები შეიძლება ითქვას, რომ მრავალ ნატანჯი და ბევრ გმირულ ბრძოლა გამოვლილი სამხედროები არიან და მათი ღირსება არ განისაზღვრება, მე მაინც ესე ვიტყვი, არც იმ ერთი დღით და არც შემდგომ განვითარებული მოვლენებით, როგორც განვითარდება ეს მოვლენები, მე მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული და ეს ბევრჯერ ითქვა და ესეც არის, რომ ისინი არიან საზოგადოების წევრები და საზოგადოების ნაწილი, სრულფასოვნად. ერთადერთი განსხვავება რაც არის, ისინი ყოველ წუთას მზად არიან, რომ წავიდნენ ბრძოლაში და სამშობლოს გულისთვის თავი გაწირონ და ყოველ წუთას მზად არიან, რომ ყველაზე ცხელ წერტილში იყვნენ, როცა სამშობლოს დაჭირდება და შესაბამისად განწყობა ჯარში, შეერაღებულ ძალებში და უმეტესწილად ალბათ მე ესე ღრმად მრწამს ძალოვანშიდაც არის იგივე, რაც საზოგადოებაში არის. რაც შეეხება 29-ში მოვლენას, რომელსაც ინაუგურაცია დაარქვა არსებულმა ძალაუფლება მიტაცებულმა ჯგუფმა, მოდით ესე ვთქვათ, რომ ნუ შევხედავთ მაინც ძალიან რაღაცა სენსიტიური თემა არის და ის ჯარისკაცები, რომლებიც იქ დადგებიან, ასე ვთქვათ, მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ სარიტუალო ფუნქცია. და შესაბამისად მე მაინც როგორც ყოფილი სამხედრო ვერანაირად ვერ გამკიცხავ მათ იმაში, რომ ისინი არიან სამხედროები პირველ რიგში, ისინი არიან ფიცის ერთგულები, აუცილებლად ისინი არიან სამშობლოს და ერის წინაშე დადებული ადამიანები, ფიცს დადებული ადამიანები. და შესაბამისად მათი პოლიტიკურ პერიპეტიებში ძალიან ღრმად, ასე ვთქვათ, ჩათრევა არ მიმაჩნია მაინც სწორად და ერთს მაინც კიდევ ერთხელ დავამატებ და ჩემს აზრზე დავრჩები, რომ ეს ადამიანები არიან საზოგადოების ნაწილი და განწყობა არის ზუსტად იგივე, რაც არის ჩვენ საზოგადოება. კი, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ბატონო კახა, და აბსოლუტურად ვიზიარებ და გიდასტურებთ ჩემს უდიდეს და მართლაც განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების, ჩვენი სამხედროების მიმართ, იმიტომ რომ ისინი ნამდვილად არიან ის ადამიანები, ვისაც განსაკუთრებულად ვაფასებდით ყოველთვის, ვაფასებთ, ვინც ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს ღირსებას, ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავენ, პირველ რიგში ოკუპანტებისგან იცავდნენ და იცავენ საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში. ზუსტად აქ აქცენტი უფრო გასაკეთებელია, ალბათ
იმ ხალხზე რომელსაც უკვე არ ვიცი გადალახის ყველა ზღვარი აბსოლუტურად რა მაქვს ლაპარაკი ისევ და ისევ იმ ხალხზე ვინც მიიტაცა დღეს ხელისუფლება მათ არ გააჩნიათ არანაირი სამშობლოს გრძნობა არანაირი სინდისი და არანაირი ნამოსი ისინი თავს უწოდებენ პოლიტიკოსებს თუმცა რა არის პოლიტიკა და პოლიტიკური კრიზისი და როგორ უნდა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან სახელმწიფო თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით კი ბატონო ძალიან შორს წაგვიყვანს მაშინ კი ბატონო და მე დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ ჩვენი სამხედროებისთვის ისევე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელია პირველ რიგში ის რასაც დღეს ქართული ოცნება აკეთებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და ეხლა ადამიანები რომლებიც მთელი ცხოვრება ოკუპანტს ებრძოდნენ და დღეს გადარჩნენ და არიან ისევ ცოცხლები არიან და მეგობრები დაკარგეს ძალიან ბევრი და თანამებრძოლები იმათ ეუბნები რომ შენ ევროკავშირში არაფერი არ გესაქმება და ზუსტად აი ამ ოკუპანტთან უნდა იყო და ზუსტად ამიტომ ბატონო კახა არ ვიცი და ბატონო დავით ორივეს კითხავთ ჯერ ჩვენ ზუსტი დეტალები არ ვიცით რა პროტოკოლით ჩატარდება ეს ეგრეთ წოდებული ინაუგურაციის ცერემონია ერთადერთი რაც ვიცით რომ ის ტარდება პარლამენტის ხდომათა დარბაზში შეიძლება საერთოდაც ამოიღონ ეს კომპონენტი და რაღაც მოიფიქრონ კიდე ხო რაღაცნაირად თავის თავზე მოირგონ კანონები თუმცა პროტოკოლით გათვალისწინებულია ის რომ ფიც როდესაც წარმოთქვამს პრეზიდენტი მე ხე რო არ შემეშავს კითხო ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს მოსახლეობას სამარშო მუსიკის თანხლებით იწყება სამხედრო აღლუმი ნუ რაღაც მცირე მასშტაბის ალბათ ჯარის მონაწილეობით და შემდეგ პრეზიდენტი ესალმება უკვე საზოგადოებას. ჩვენ სხვა შემთხვევებში რამდენჯერაც გვინახავს და ყოფილა და ჩატარებულა საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაცია ყოველთვის იყო ეს კომპონენტი, ექნებოდა ამას უბრალოდ ცერემონიული დატვირთვა თუ სიმბოლური დატვირთვა, ეს კომპონენტი ყოველთვის იყო. ელოდებით რომ მაგალითად ელჩები არ მიიწვიეს, ეს უკვე ვიცით, ეს უკვე გადაწყვეტილია, იმიტომ რომ სხდომათა დარბაზში ვერ დაეტევიანო, აი ასე გამოაცხადეს და ასე ახსნეს. შეიძლება რომ რაღაც მსგავსი მიზეზით და სინამდვილეში ზუსტად იმ განწყობებიდან გამომდინარე შეცვალონ რამე აი მოლოდინი როგორი გაქვთ გამომდინარე იქნება რომ თქვენ იცნობთ იქ ბევრ ადამიანს იცით განწყობები და აგერ ბატონი კახაც ამბობდა რომ ხო ზუსტად ისევე ფიქრობენ როგორც ჩვენი საზოგადოების ნამდვილად შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს იმიტომ რომ პროტოკოლს და სიმბოლიზმს რაღაცა ამ ბოლო პერიოდში დიდ ყურადღებას არ აქცევენ და თუნდაც პარლამენტში პირველი სხდომა როგორც ჩატარდა ყველას კარგად მოგვეხსენება აგერ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რაც მოხდება უკვე ვიცით რომ ასეთი ჩვენი პარტნიორი და ალბათ საერთოდ დიპლომატიური კორპუსის არც ერთი წარმომადგენელი ნუ ჭალებში არ იქნება დაპატიჟებული იქ და შესაბამისად ნუ ყველაფერი მოსალოდნელი არის შეიძლება პროტოკოლით შეიცვალოს შეიძლება შეერაღებული ძალებიც ამოვარდეს ამ კომპონენტიდან ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა ვიცი აგერ არის 29 და ვნახავთ რა ყველაფერს მაგრამ მე კიდე ერთი ესეთი კითხვა მინდა დავსვა ამ ხალხთან რომელმაც მართლა აი უტიფრობის უმაღლესი რაღაცა მწვერვალებს მიაღწიეს რა თან ყოველდღე გვეუბნებიან საზოგადოებას არწმუნებენ იმაში რომ ვიღაცას საქართველოში უნდა მაიდანის მოწყობა და ყოველდღიურად თითოეული მათი ნაბიჯი არის მიმართული იმისკენ რომ პროცესები წავიდეს ესკალაციისკენ და ამ იქ რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ სადაც განუწყვეტელი პროტესტი მიმდინარეობს უკვე მე რამდენი დღე არის ხო? რატო მაინდა-მაინც მანდ? რატო ისე პარლამენტი და ხომ არ არის ეს ზუსტად მათი მხრიდან რაღაცა პროვოცირების? კი ბატონო. ხო, იქ სადაც გარეთ ზუსტად იმ პერიმეტრზე დგას ხალხი 28 დღეა ფეხმოუცვლელად ერთი და იგივე მოთხოვნით, აი ზუსტად იქ ატარებ ინაუგურაციას, აი ამ გაყალბებული არჩევნებით დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის თან, ხო, ამ პერსონებს ალბათ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რაღაც მომენტში ალბათ
ალბათ აქვს მაინც. ბატონ დავით, აი როგორ ფიქრობთ, ერთია რა მოხდება უშუალოდ 29-ში და ალბათ მოხდება ის, რასაც აანონსებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ხედავთ რომ პრაქტიკულად გასულია ყველანაირი კანონის და ლეგიტიმაციის ჩარჩოებიდან და ასე მიყვება თავის დღის წესრიგს, თითქოს არაფერი ხდება მართლაც გარეთ და კიდევ უფრო აღიზიანებს ამ ადამიანებს, მაგრამ მეორეა რა ხდება უკვე 29-ის შემდეგ. რა ტიპის მმართველობას ვიღებთ ჩვენ, რა ტიპის მოცემულობას და რეალობას? ერთ აქცენტს გავაკეთებ სრულად ეთანხმები კახას იმაში, რომ რეალურად ხელისუფლება ცდილობს პროაქტიულად როგორმე ყველაფერი მაიდნის სცენარისკენ წაიყვანოს და ასე ვთქვათ საზოგადოება რაღაც ხაფანში გამოონჩინოს. მაიდნის სცენარით მაიდნისკენ იანუკოვიჩმა წაიყვანა. რასაკვირველია. ძალიან კარგად მახსოვს. კი ბატონო, ჩვენ გარკვეულწილად ახლა გვიწევს ამ სცენარში მონაწილეობა და შესაბამისად ყველაფრისგან თავს ვერ ვიზღოთ, ამიტომაც ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ ეს არის წინააღმდეგობის პროცესი და 29-ის მერე განსაკუთრებით კაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი პროცესი, პოლიტიკური პროცესი, რომელიც იქნება ცენტრირებული ამ წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, ფრონტზე და ეს არის რეალურად ფრონტი, იმიტომ რომ გვაქვს, ასე ვთქვათ, ჰიბრიდული ომის ცხელი ფაზა გავარვარებული და მთელი საზოგადოება ვარ ჩართული ამაში. ხა ამას უბრალოდ უნდა კარგად სტრუქტურიზება, ანუ შესაბამისი ფორმების მიცემა, აქ არ უნდა იყოს რაღაცა გართულებული, რაღაცა ბიუროკრატიული მექანიზმები შექმნილი. ჩვენი ფორუმის იდეა, ინიციატივა სწორედ მაგას გულისხმობს, რომ მარტივი, ასე ვთქვათ, ფორმებით წარმომადგენლობით სახალხო, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციის მქონე ორგანო ჩამოყალიბდეს, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების ფართო ფენას და ის წარმომადგენლები, ამ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები ძალიან ზოგად გადაწყვეტილებებს მიიღებენ იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს ქმედითი, პრეზიდენტს გაუძლიეროთ ლეგიტიმაცია და ანუ ერთიანი ფრონტით შევეწინააღმდეგოთ იმ სცენარებს, რომელსაც ეს მოღალატე ხელისუფლება ამუშავებს თავისი FSB, SVR, GRU-ს მრჩევლებთან ერთად აქ ადგილზე და იქედანაც კრემლიდანაც, ხო? ანუ აი ეს ამბავი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ეს რეალურად მოგვარებადია ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მთავარი მოცემულობა, მთავარი კრიტერიუმებით, ასე ვთქვათ, გამაძლიერებლები ადგილზე არის, საერთაშორისო მხარდაჭერა არის, ლეგიტიმაციისგან სრულიად სტერილურია ეს ხელისუფლება, როგორც ხალხის თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით, ყველა მტკიცებულება, დასკვნები და ასე შემდეგ ადგილზე არის, პრეზიდენტი ამ მხრივ არის გაძლიერებული, საზოგადოების ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს მას, ემოციურის და ასე ვთქვათ, იდეურის და შინაარსიანის, უბრალოდ ეს ყველაფერი ახლა არის, ასე ვთქვათ, ერთ სიმძიმის კაფიო სიმძიმის ცენტრში მოსაქცევი და ანუ როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა მეორე სცენარზე, აი ეს მეორე სცენარია ზუსტად ჩვენ რასაც ველით, ჩვენ არ ველით, რომ ხა ბიძინა ივანიშვილი მიბრძანდება იქ და ასე ვთქვათ, რაღაცა კეთს მოიხრის და ასე ვთქვათ, ხედავთ რომ ვაბანკზე მიდიან ესენი წასულები არიან, კაიხნის წინ ჯერ კიდე არჩევნებამდე. ხო, მით უმეტეს რომ მუქარებიც გავიგეთ ჩვენ, ხო, რომ დაამთავრებს გისესებში იქნება, გარეთ იქნება, დაცვა მოუხსნეს და განსაკუთრებით გააქტიურდნენ, ესეც უნდა აღინიშნოს. მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე თქვა, რომ მე მთავარსარდლად ვრჩები და ვიქნები ყველას პრეზიდენტი. დიახ, ანუ ამათმა ძალიან კარგად იციან ახლა რომ უპირისპირდებიან უკვე ქართულ ხალხს რეალურად, ქართულ ხალხს ყავს, ასე ვთქვათ, პრეზიდენტი, ჩვენ ყავს პრეზიდენტი, ეს პრეზიდენტი არის გასაძლიერებელი და მისგან დარტყმა არის ასევე გადმოსატანი უკვე საზოგადოებაზე, ოღონდ ეს საზოგადოება უნდა იყოს ორგანიზებულად წარმოჩენილი, რომელსაც შეიძლება ასე ვთქვათ, საერთაშორისო ასე ვთქვათ, ყურადღების მიქცევა და საერთაშორისო პერსპექტივიდან აღქმული იქნება როგორც სიმძიმის ცენტრი და ეს კომუნიკაცია შედგება, ხო? აქ არ არის ლაპარაკი რაღაცა კანონშემოქმედებით პროცესებზე და ასე შემდეგ. პრეზიდენტს ექნება წინააღმდეგობა, არ არის პასიური პროცესი, ეს არის აქტიური პროცესი. პრეზიდენტს ექნება გარკვეული გადაწყვეტილებები მისაღები თავის კომპეტენციაში და ამას დაჭირდება ძლიერი სახალხო ლეგიტიმაცია, რომელსაც უნდა კონდეს კონკრეტული ფორმა და სწრაფად, ეფექტურად და ქმედითად უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. აი ეს ამითი განსხვავდება ჩვენი ინიციატივა სხვა ინიციატივებისგან. ეს პროცესი უნდა წარიმართოს. არსებობს აქ მთელი რიგი საკითხების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით იქნება თუ ასე შემდეგ და საორგანიზაციო თვალსაზრისით იქნება მოსაგვარებელი და გასაკეთებელი, ესეც არის უზრუნველსაყოფი და შესაბამისად მივიღებთ შედეგს. თავარი რა არის პრეზიდენტი, რასაც ამბობდა, რომ მეორე პროცესი, ეს მეორე, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა არის ამ რეჟიმის ჩამოშლაზე ორიენტირებული, რეჟიმის ჩამოშლა რას ნიშნავს, ხო? იმას ის ვინაიდან არის ლეგიტიმურად სტერილური, ერთადერთი რაზეც ის დგას, ეს არის ძალის მეშვეობით მართული სახელმწიფო სტრუქტურები. და სხვათა შორის თუ ეს სამხედრო კომპონენტი ახლა იქ რაღაცა ცვლილებები შეიტანოს და შეამსუბუქოს, ეს შეიძლება სხვათა შორის იმის გამოვლინება იყოს, რომ არ უნდა დგარისკონ, რომ იქ ვიღაცამ რაღაც დემარში მოაწყოს და ასე შემდეგ. სამხედროებსაც აქვს თავიანთი, ასე ვთქვათ, მოთმინების ზღვარი, იმიტომ რომ სამხედროებისთვის ახლა რომ დააკვირდები,
ვფიქრობიან კიდე ეს ნელ-ნელა რომ მიდის ეს ობსტრუქციული პროცესი, ხო? აშკარად იკვეთება აქ რომ უკვე საგარეო მტერი არის აქ ჩარეული და ეს არ არის რაღაც შიდა პოლიტიკური თემა, არამედ უკვე ჰიბრიდული ომის ფარგლებში საგარეო საფრთხე შემოდის აქ და ხა. მაგათ ეგენი დარწმუნებული ვარ, ნერვიულობენ როგორ აღიქვამენ სამხედროების ნახოთ მოკლედ რა მოხდება 29 დეკემბრის შემდეგ, თქვენც ალბათ უფრო გამოიკვეთება როგორ აფორმით, რა მიმართულებით ჩაერთვებით ამ პროცესებში და წარმატებას ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან თქვათ პასუხს, ახლა პრეზიდენტი თვითონ გადაწყვეტს რომელ გზას აირჩევს და ასე შემდეგ. ჩვენ ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც პრეზიდენტი აირჩევს და რომელსაც ასე ვთქვათ საზოგადოება მიიღებს და შეუერთდება, ჩვენ მთელი ჩვენი რესურსის შესაძლებლობებით მიუერთდებით და გავაძლიერებთ ამ პროცესს. საზოგადოების ნაწილი ჩვენი ჯგუფიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული უკვე პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტიკა კეთდება რუსთაველზე, მაგრამ რეალური პოლიტიკა პოლიტიკოსებით კეთდება და შესაბამისად საზოგადოება აუცილებლად უნდა ჩაერთოს პოლიტიკოსებთან ერთად. ხო, ნამდვილად ასე უნდა მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და წარმატებას გისურვებთ. ჩვენ კი ვინაცვლებთ